მოგესალმებით. მე ვარ ლიზა და თქვენ უყურებთ Facebook Reviews. გუშინ გამოვიარე ჩემს ქუჩაზე და ჩემ ქოც მეზობლების ფანჯრებიდან დიდი ჟრიამულის ხმა ისმოდა. ულოცავდნენ ერთმანეთს, ხსნიდნენ შამპანურებს და მღეროდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. თქვენ გგონიათ ქოცებს ბასტილიის აღების დღე უხაროდათ? არა, გუშინ Facebook-ზე ერთმანეთი დაჭამეს, დატკვირეს და დედა აგინეს ნაცმოძრაობის ორმა ანასხლეთმა, მიშნაცებმა, რომელიც გვარამიასა და მისი ფანების სახით იყო წარმოდგენილი და ევროსაქურმა გამონაყოფმა, რომელსაც გვარამიას სიტყვები რომ ვიხმაროთ, ისტერიული ქალი თამარ ჟანადარკ ჩერგოლეიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ისტორიულ ქალს უნდა შეუთანხმო ეტყობა რა მიყვარს და რას ვყიდულობ. ქურდი ლიმონას სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ვიცოდით რომ მათი ურთიერთობა ფურუნკულივით გასკდებოდა, მაგრამ არ ვიცოდით როდის. და აი დადგა ჟამი. როგორც ჩერგოლეიშვილის სტატუსიდან გავიგეთ, საოკუპაციო ხაზთან გასაპროტესტებლად მისული ევროსაქები 3 საათიან კურიერში ვერ მოხვდნენ. თამარა ჩერგოლეიშვილმა ეს ფაქტი ასე აღნიშნა. რუსთავის რეალტივიზაცია გამალებული ტემპით მიდის. ნოდარა მელაძემ საოკუპაციო ხაზთან ყველა იყო ევროპული საქართველოს გარდაო. კიკნაველიძის სინქრონი ამოაგდეს სამიანიდან. ისე საინტერესოა ეს რეალტივი რო ბანძობის სინონიმი გაუხდია ჩერგოს. ბიძინეს როცა ებრძოდნენ, მაშინ რას ფიქრობდა? ალბათ მაშინაც აგინებდა ოღონდ გულში. როგორც ჩანს, გულმა ვეღარ დაიტია ამდენი ბოღმა და ეს ბოღმა ვრცელ კომენტარებად გადმოიღვარა. ასე მაგალითად, ირმა ნადირაშვილმა ამ სტატუსს რომ მიუკომენტა 9 სინქრონიდან ვერც ერთში ვერ მოვხდითო, თამარა მხოლოდ დემონურად გადაიხარხა. 9 სინქრონი ჰქონდათ და იმ 9-შიც კი ვერ მოვხდით. პასუხი იყო გამაოგნებელი. 12-ზე ხომ იყავითო? გუშინაც ვიყავით მასე. მე მხოლოდ დემონურად გადახარხარება შემიძლია პასუხად. ძალიან უყვარს მარჟიელა გვარამიას და წამებს ებღაუჭება რომ გამოცალოს მაღაზიები. მცირედი განმარტება, მარჯიელა მოდური ბრენდია, ხოლო იმის მითითება, რომ გვარამია ამ ბრენდის მაღაზიებს აცარიელებს, უდავოდ იმის ნიშანია, რომ ეს უკანასკნელი თამარას ბოდიში და პიჟონად მიაჩნია. ყოფილი ტაბულელი და აც ევროსაქების ახლად გამოჩეკილი ბარტყი ირაკლი კიკნაველიძე ამ ყველაფერზე შემდეგ კომენტარს აკეთებს. გაშუქებით არც იმედი გვაშუქებს. არაა პრობლემა. უბრალოდ იმედი არც უარყოფს თავის კუთვნილებას დიდად. თავად რუსთავისთვის არის კატასტროფული შედეგების მომტანი ასეთი დამოკიდებულება. შეუძლებელია არ დაეთანხმო კიკნაველიძეს, მით უმეტეს რომ მისმა ბოსინიამ უფრო კატასტროფული რამ თქვა. თვით ნოდარ მელაძეს, რუსთავი 2 საინფორმაციო სამსახურის უფროსს, შაბათობით კურიერის წამყვანს, ქართული ოცნებისთვის შიშის ზარის დამცემს, ფილდ კომანდერს ბოდიში და პენისი უწოდა. არა, მე როგორც კარგ ოჯახში გაზრდილი ამას არ ვიტყოდი, მაგრამ სიმართლე ითხოვს რომ ეს ვთქვა, რადგან ხელნაწერები არ იწვია. შეუძლებელი იყო ამ ყველაფერს ნიკა გვარამია არ გამოხმაურებოდა და აი მისი სტატუსიც გამოცხვა. ყველას შევახსენებ, იმ პარტიის ჩათვლით, რომლის დედა დედოფალიცაა, რომ TV ტაბულას დირექტორი როცა იყო, გაატყავა კახა ბენდუქიძე და არა მარტო ის, 10,000 ჰქონდა ხელფასი და 1%-იანი რეიტინგი ვერ დადო და ბოლოს დახურა ეს წარუმატებელი პროექტი. მისი ყველა ჟურნალისტი მოქმედი, ოფიციალური პარტმუშაკია. საწყენია, ძალიან ნიჭიერებიც არიან მათ შორის. ტაბულა მემარჯვენე ასავალ-დასავალი გახდა და თვითონ მარშალ პრესის ვარსკვლავი. და ახლა ეს ლუზერი და თვითგამოცხადებული ჟურნალისტი ასწავლის რუსთავი 2-ის უმაღლესი კლასის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს ბალანსი როგორ დაიცვან და ნიუსი როგორ აკეთონ. ჩერგოლეიშვილი რისი ჩერგოლეიშვილი იქნებოდა რომ ეს გაეტარებინა და სულ პუნქტების მიხედვით ბოდიში და შეუკიკინა გვარამიას. ყველაზე საინტერესოდ მე პირადად მერვე პუნქტი მეჩვენება. გვარამიას რაც შეეხება, ის რაც რუსთავს დღეს ჭირს, ბიძინას და მიშას გარდა გვარამიას სიხარბის ბრალია. 400 ლარიან ოპერატორს რომ ხელფასის მეოთხე წუხდი, სულ მინიმუმ ის მაინც უნდა შეძლო კარგმა მენეჯერმა, რომ შენი 60,000 ლარიანი ხელფასის მეოთხედი არ ჩაირიცხო. მერე რა რომ მარჯიელაზე სეილია და ახლა გაიგე რომ არსებობს. სიხარბეთ ეხავს, მით უმეტეს მაშინ, როცა თანამშრომლებს გზის ფული არ აქვთ, რომ სამსახურამდე მივიდნენ. პრაქტიკულად ამ სტატუსით ჩერგომ ნიკას არა მარტო სიხარბეში, არამედ გოიმობაში დასდო ბრალი. მარჯიელა აქამდე არ იცოდი და ახლა დახარბდიო. ორივე სუბიექტს თავისი მხარდამჭერები გამოუჩნდნენ. მაგალითად, ნიკა გვარამიას, ია ფარულავა და ნანუკა ჟორჟოლიანი გამოესარცმნენ. ნანუკამ თავში რო ცუდი გვერდი გაჩვენეთ, აი მაგის გაკეთება ჩერგოს დააბრალა. აღიარა ნოდარ მელაძის გვერდი რომ მან გააკეთა? ირიბად კი. ნოდარ მელაძეზე რომ რამე სიტყვის ეს.
რაც შეეხება ჩერგოს, მას ყოფილი ნიშისტების ლიბერალურმა ფრთამ დაუჭირა მხარი. წაშლა მომიწია დედა მაგინონ არც პარტმოშაკი მწყინს ბრალმდებლის ვინაობის გათვალისწინებით, მაგრამ ასავალ-დასავალი წითელი ზღვარია და იმის იქით ყველაფერი მთავრდება. გული ამერია. რა შეიძლება ითქვას დასასრულს? პირველ რიგში შეიძლება ითქვას, რომ ეს ანაცვლეტები დაახლოებით 10 წელი 1000 პრობლემაზე ერთად გადახდნენ და 1000 სიმწარეც ერთად აქვთ ნაჭამი. ხომ გინახავთ ცოლ-ქმარი რომ გაეყრება და ერთი მეორეზე საძაგლობებს რომ ამბობენ. შენ კი მაყურებელს ორივე რომ ბანძი გგონია. აი დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში არიან ახლა. საარჩევნო კამპანია ალბათ მდორე იქნება და ამით მაინც გავერთობით. მე კი დროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.